როგორ აამუშაო შენი იდეა, როგორ დაგეგმო შენი წარმატება, როგორ დაეუფლო ურთიერთობის ხელოვნებას. შემოუერთდი ჩვენს ფორუმს, შექმენი და მართე შენი პოზიტიური გზავნილები. PR ფორუმი ნინი ხუგაშვილთან ერთად. რადიო იმედზე. საღამოშიდობის მოგესალმებით ყველას, ვინც უსმენს რადიო იმედს. მე ნინი ხუგაშვილი ვარ და პროდიუსერ ნატალია თეთრაშვილთან ერთად წარმოგიდგენთ გადაცემას PR ფორუმი. დღეს ვისაუბრებთ ერთ ფიქრობ ძალიან საინტერესო თემაზე, რომელიც ქვეყნის სიმბოლიკას შეეხება. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ რამდენიმე გადაცემის განმავლობაში ვსაუბრობდით PR დღეები 2014-ის შესახებ, რომელიც აპრილის დასაწყისში 4, 5 და 6 აპრილს მიმდინარეობდა. 5 აპრილს, ანუ PR დღეების მეორე დღეს გახლდათ PR პრაქტიკოსების გამოსვლა მოხსენებით სხვადასხვა მიმართულებით და ერთ-ერთი მიმართულება სწორედ სახელმწიფო სიმბოლიკას ეხებოდა. დღეს ჩემი გადაცემის სტუმარია საავტომობილო გზების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თია გოცაძე. საღამოშიდობისა, მოგესალმებით თია და მადლობას გიხდი გადაცემაში სტუმრობისთვის. შენი ამ გადაწვრთული გრაფიკის მიუხედავად რომ გამოყავი დაახლოებით 9 საათი იმისთვის რომ ამ ფიქრობ მართლაც მნიშვნელოვან თემაზე, რომლის შესახებაც ჩემს გადაცემაში ამ დრომდე არ გვისაუბრია, შევაჩერებთ ყურადღებას. აირჩიე თემა სიმბოლიკის შესახებ და იყავი სპიკერის რანგში, წარადგინა პრეზენტაცია სათაურით ემბლემები და სიმბოლოები მართავენ მსოფლიოს და არა სიტყვა და კანონი. რატომ შეაჩერე ამ თემაზე თავდაპირველად ყურადღება? ეს მაინტერესებს და შემდეგ უკვე ვისაუბროთ ამ ყველაფრის ძალაზე და გავლენაზე საზოგადოებაზე. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს რადიო მსმენელებს. PR დღეები 2014-ზე მე გავაკეთე მოხსენება, რომელსაც ესეთ სათაური დავარქვი სიმბოლოები მართავენ მსოფლიოს და არა სიტყვა და კანონი. ეს არის ჩინელი ფილოსოფოსი კონფუცის სიტყვები და აი ზუსტად ის ამბობდა სიმბოლოებზე, თუ რაში არის მისი ძალა, მისი მაგია და ზემოქმედების ის ძალა, რომელმაც ესე იგი მთელ მსოფლიოზე გავლენა იქონია და აქცევენ ძალიან დიდ ყურადღებას სიმბოლიკას და სახელმწიფო სიმბოლიკას. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო ასევე სიმბოლოები, რომლითაც ჩვენ საზოგადოებას ვეუბნებით, ვინ ვართ, რა ვართ, რა გვაქვს და თითოეული არ მარტო სახელმწიფოსთვის, კომპანიებისთვისაც ძალიან უაღრესად მნიშვნელოვანია ეს. იმიტომ რომ სიმბოლოს აქვს ბევრად მეტი დატვირთვა და შეუძლია ბევრად მეტი თქმა, ვიდრე შეუძლია სიტყვებს. და ზუსტად აი ამან ათქმევინა ჩინელ ფილოსოფოს ეს სიტყვები და გარდა კონფუცისა ამ თემაზე ბევრი ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი საუბრობდა სიმბოლოების მნიშვნელოვნობაზე. იუნგის სიტყვები არის, რომ სიმბოლო შინაარს ძენს ადამიანის ცხოვრებას და გავლენას ახდენს მის ცხოვრებაზე და ესე იგი გარდა ამისა სიმბოლოებში არის თავმომყრილი მთელი მემკვიდრეობა, რომლითაც ისინი ეუბნებიან მის კულტურას, კულტურის შესახებ, მის ისტორიას და ასევე სახელმწიფო სიმბოლიკას რაც შეეხება ჰერალდიკას, ანუ სახელმწიფო ნიშნებით გადმოსცემენ თუ ამ კონკრეტულ სახელმწიფოს როგორი ურთიერთობა, როგორი დამოკიდებულება სურს მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან თანამეგობრობაში. ჩვენი სიმბოლოები ამ მიმართულებით რას გვეუბნება, რისთვის შეიქმნა, რა ძირითადი ღირებულებებია ჩადებული? არის თუ არა ერთგვარი ეტიკეტი, რომელიც უნდა გაითვალისწინო, როცა ამ ტიპის ჰერალდიკაზე მუშაობს ქვეყანა? გავიხსენოთ ჩვენი გერბი. პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ სახელმწიფო სიმბოლიკაში ეს არის გერბი, დროშა და ჰიმნი და გადავიდეთ მაშინ უფრო კონკრეტიკაზე და ვისაუბროთ ჩვენი გერბის შესახებ. ჩვენი გერბი არის გერბში გამოსახული არის წმინდა გიორგი და ეს სიმბოლო ისტორიულად გამოსახავს სრულიად საქართველოს. ეს არის დემოკრატიული რესპუბლიკის ღერბი, რომელიც ან მხედარი არის გამოსახული, ეს მეანიშნებს ზუსტად დემოკრატიული სახელმწიფოებრიობაზე. ჩვენი სიმბოლიკა შეიცვალა ბოლო ათწლეულში განახლდა, საერთოდ ძალიან იშვიათად თუ განახლდება ხოლმე და შევა ხოლმე ცვლილებები ჰერალდიკულ ნიშნებში. ეს როდის ხდება ცვლილება? ანუ აი ამას ვამბობ, რომ ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე, იმიტომ რომ ძირითადად ეს არის კანონიკური და რაღაც განსაკუთრებული უნდა ხდებოდეს, რომ მაშინ რაღაც მცირე დეტალები შეიტანონ ცვლილება, მცირე დეტალები შეიძლება ამის შეტანა. იმიტომ რომ ის გადმოსცემს მთელ შენ მემკვიდრეობას და ისტორიას. ჩვენს ღერბში ან გარდა წმინდა გიორგისა, რომელიც აი ამ დემოკრატიული რესპუბლიკის აღნიშნავს, ასევე არის ორი ლომი, რომელიც საერთოდ ლომი არის დიდებულების ძალაუფლების სიმბოლო, ეს არის მიწიერი ძალაუფლების სიმბოლო.
და ცეცხლის სტიკი არის ლომი, ხოლო ორი ლომი ესე უკვე არის ძალაუფლების ბალანსი, ანუ ძალაუფლების ბალანსი ნიშნავს. ასევე ხაზგაუსმევ იმას, რომ გავახსენებ ჩვენს მსმენელებსაც, ალბათ ლომი ბევრგან უნახავთ სასახლეების თუ რაღაც დაწესებულებების შესასვლელებში, როგორც ქანდაკება. ანუ ლომს იყენებენ როგორც დაცვის სიმბოლოსაც. ასევე აქვე გაგახსენებთ მაგალითად შინაგან საქმეთა სამინისტროს ღერბზე გამოსახულ ლოგოს, ეს არის როგორც დაცვის სიმბოლო. შემდეგ რაც შეეხება გერბზე არის ასევე ვაზის წნული, ესეც არის ჩვენი ასე ვთქვათ საქართველოს არის ვაზის სამშობლოდ აღიარებული და აქედან გამომდინარე არის ეს ვაზის წნული. და ამ ლენტზე არის ჩვენი მთავარი დევიზი ძალა ერთობაშია. ეს მიანიშნებს ძალის წყაროზე, გათიშული არ შეიძლება იყოს ძლიერი, ამიტომ ანუ ეს დევიზი საქართველოს ისტორიიდან გადმოტანილ ფორმალურ დასკვნად იქცა და წარმოადგენს და რას ვამბობთ, რომ ერთობლიობაში საქართველოს ღერბი ასეთ ფორმულას გვთავაზობს, რომ იყოს სუვერენული, აუცილებლად უნდა იყოს ძლიერი და რომ იყოს ძლიერი, ესე იგი უნდა იყოს ერთიანი. ასევე მნიშვნელოვანი არის ჩვენს ღერბში გვირგვინი, ეს არის ივერიული გვირგვინი, ასევე ძალაუფლებაზე მიანიშნებს სუვერენიტეტთან აიგივებენ ძალას და სუვერენიტეტს. გვირგვინი დრამატული არის ცოტა ჩვენთვის, ძალაუფლების დისკურსში გვაგდებს და აქედან გამომდინარე. სიმბოლო არის ერთგვარი ხატოვანი მანიფესტაცია, ასე ვთქვათ, იმის შესახებ, თუ რას განსაზღვრავს ესა თუ ის იდეა. მაგალითისთვის ასევე შეგვიძლია მოვიყვანოთ ამერიკის შეერთებული შტატების ღერბი, რომ გავიხსენოს, ეს არის ერთთავიანი არწივი. არწივი არის სიძლიერის და სიმამაცის გამომხატველი და სწორედ აი ამ თვისებების გამო გახდა არწივი ამერიკის შეერთებული შტატების სიმბოლო და ღერბზე ამისთვის გამოიტანეს. ასევე აქვე გაგახსენებთ რუსეთის ღერბსაც, სადაც ორთავიანი არწივი არის. არწივი არის სტიქიის, ჰაერის სტიქიას უკავშირდება, ძალაუფლების სიმბოლოა და ეს ორთავიანი არწივი, ასე ვთქვათ, მიანიშნებს იმაზე, რომ აკონტროლებს ევროპასაც და აზიასაც. ძალიან საინტერესოა. რაც შეეხება შემდეგ სიმბოლიკას და შემდეგ უკვე თუ შეიძლება რომ ვისაუბროთ აქვე ფერების როგორ აღიქმება საზოგადოება, როგორ აღიქვამს, რა გავლენა აქვს, როგორ მოქმედებს ემოციურად, როგორ განგაწყობს ჩვენი სიმბოლიკას. აი ალბათ იქნება ხო მსგავსი ტიპის კვლევები ჩატარებული. ჩვენს ღერბზე და ასევე დროშაზე ძირითადი ფერი არის წითელი. წითელი არის ასევე ძალაუფლების სიყვარულის ვაჟკაცობის ძალიან ძლიერი ფერი. ოქროსფერიც არის ძალაუფლების ფერი. დროშაზე გვაქვს წითელი და ვერცხლის ფერი. ვერცხლის ფერი არის სიწმინდის ფერი და ეს ერთი მთავარი ჯვარი და პატარა ოთხი ჯვარი, რომელიც კუთხეებში არის განლაგებული, ეს არის ზუსტად ღვთისმშობლის და ნახარობლების აღნიშნელი. ეს არის თეოკრატიული დროშა, რომელიც ცოტა არ ყავს დამოუკიდებელი სახელმწიფოს უცხოა და ასევე სახელმწიფო სიმბოლიკაში არის ჰიმნი. მე აქ მინდა ჩვენს მსმენელებს, რომლებიც ვფიქრობ, რომ უმეტესად ალბათ საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები არიან, რატო საუბრობთ ამ თემაზე, აქვე ბარემ ვიტყვი. ჩვენ ამითი ჩვენ საზოგადოებას ვეუბნებით ვიზუალურად და არა ვერბალურად რა გვინდა ჩვენი არა მარტო მოქალაქეებისთვის და თანამეგობრობისთვის, სხვა მსოფლიოს ქვეყნებისთვის, ასევე ჩვენი მომხმარებლებს რას ვეუბნებით ამითი. ზუსტად ეს უნდა აღნიშნავდეს ფერები, ლოგო და ის ნიშნები უნდა აღნიშნავდეს ჩვენს ღირებულებებს, ჩვენს მთავარ მესიჯებს, ზუსტად უნდა იყოს მასში ეს თავმოყრილი, რადგან სიმბოლო ყოველთვის რჩება ადამიანის ქვეცნობიერში და საჭიროების შემთხვევაში ის ამოტივტივდება და გვიბიძგებს ხოლმე რაიმე მოქმედებისკენ გვიბიძგებს ხოლმე. აქედან გამომდინარე ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ვიცოდეთ ასევე ჩვენი კულტურა, რა კულტურაში ვიმყოფებით. იმიტომ რომ სხვადასხვა კულტურაში სიმბოლოებს აქვს სხვადასხვა დატვირთვა. აი მაგალითისთვის ვიტყვი, რომ ჩვენს ჰიმნში არის მოხსენიებული ცისკრის ვარსკვლავი, რომელიც ჩვენთან როგორც წმინდა ნინოს ასევე იესოს აღნიშნავს, ხოლო საბერძნეთში ეს არის ისე ანტად პირიქით შეფასებული, ამიტომ
მათთვის არის ან პირიქით ლუციფერთან ასოცირდება და აქედან გამომდინარე ეს როგორ ბალანსდება, როდესაც სხვადასხვა ქვეყანა, ერთი და იგივე სიმბოლოს განსხვავებულად აღიქვამს. როგორ უნდა მოხდეს დაბალანსება, რომ რაღაცა იდეალური და ყველასთვის ეს არის ალბათ უფრო რთული, როდესაც საერთაშორისო ბრენდები მუშაობენ ამაზე, რომ გაითვალისწინონ ის, რომ მათი ბრენდი მოხდება ყველა ქვეყანაში და ის უნდა იყოს ზუსტად ეს არის ძალიან რთული არ არის მარტივი სიმბოლოებზე მუშაობა, უნდა იცოდე ყველა ნიშანი სადრომელ კულტურაში რას ნიშნავს და იცოდე ყველაფერი ფსიქოლოგიურად როგორ გავლენას ახდენს ადამიანების როგორ მოქმედებს ისინი. ადრე იყო ესეთი მიდგომა, რომ უფრო ცოტა რთული, რაც შეიძლება დატვირთული სიმბოლოები იყო. ახლა იცვლება მიდგომები, ვითარდებით ჩვენც და მსოფლიოც და ესე იგი უფრო სიმარტივისკენ მიდის ეს ყველაფერი. და ამითი ცდილობენ იმასაც, რომ ესე იგი სხვა ქვეყნების ზოგადად მთლიანად საზოგადოებაზე მიიტანონ ეს ისე, რომ ყველამ გაიგოს სწორად თავის კულტურაში. ძალიან საინტერესო ასევე ისაუბრა უდაოდ იყო ძალიან საინტერესო გამოსვლა ბუნებრივია პიარ დღეების ფარგლებში და საუბრობდი ჰიმნის თავად სიტყვების დატვირთვაზეც. როგორ უნდა შეიკრას ეს, რადგან მუშაობ ამ თემაზე, გაქვს გამოცდილება და გადაწყვიტე რომ ზუსტად ამ მიმართულებით გესაუბრა საკუთარი კოლეგების წინაშე, მაშინ და ახლა უკვე მთელი საქართველოს წინაშე. როგორ უნდა შეიკრას ეს სიტყვები? მესმის რომ უნდა იყოს ჩადებული გამოცდილებაც, მემკვიდრეობაც. რა მუშაობს ყველაზე მეტად ამ დროს? როგორ ფიქრობთ, რის მიხედვით შეარჩიეს ტექსტიც, მუსიკაც? დამეთანხმები იმაზე, რომ ძალიან დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია. გავიხსენებ ჩემ გამოსვლას პიარ დღეები 2014-ზე, როცა ტექნიკური ხარვეზის გამო უცებ ვერ ჩავრთე ეს მუსიკა, ვერ გავუშვით და იქვე ამღერდა მთელი დარბაზი და რამხელა რაღაცა ემოციურად ყველა როგორ განეწყო მთელი დარბაზი 70 ადამიანი ესწრებოდა, წამოდგა, ყველამ გულზე ხელი დაიდო და ყველა ამღერდა. ჰიმნი არის ძალიან ემოციური ჩვენთვის და ზოგადად ყველა სახელმწიფოს და მოქალაქეებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი ჰიმნის მუსიკა შეიქმნა ქართული კლასიკოსების ფუძემდებლების ზაქარია ფალიაშვილის, აბესალომ დეეთერის და დაისის მიხედვით და ასევე ტექსტი არის ქართული კლასიკოსების გალაქტიონ წაბიძის, გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებიდან. ჩვენთვის ჰიმნს აქვს ძალიან დიდი დატვირთვა და ზუსტად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მასში თავმოყრილ სიტყვებს. უნდა ვიცოდეთ ჩვენ ამით რას ვამბობთ ჩვენთვის და რას ვეუბნებით სხვა დანარჩენ სახელმწიფოს, იმიტომ რომ როცა წარვდგებით ხოლმე სხვა სახელმწიფოების წინაშე, ჩვენ თავს ამით წარვადგენთ, ხო? ვასრულებთ ჩვენს ჰიმნს. იცით რა მაინტერესებს, აქ ჩაგიკითხებით რომ შემდეგისთვის არ გადავდო ეს საკითხი. ვინ იღებს საკუთარ თავზე ამას? ბუნებრივია მუშაობს სახელმწიფო იმისთვის რომ ეტიკეტის წარმოდგენა შეგექმნა, საუბრობ ვთქვათ უცხოელი იგივე დიპლომატების, იგივე ვიზიტების დროს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჰიმნის დროშის დატვირთვა არის ნებისმიერი მიმართულებით გამარჯვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რომ იმიტომ რომ როდესაც აღიმართება ხალხ ყველაზე ბედნიერი, ყველაზე ლაღი და ყველაზე ამაყი, ამაზე მეტი რა უნდა იყოს. მაგრამ ამ დროს რამდენ ხდება თავად საზოგადოების აზრის გათვალისწინება, როდესაც იქმნება ასეთი ტიპის სიმბოლოები? ჩვენ შემთხვევაში იყო პრეცედენტი, როდესაც შეიცვალა. გვახსოვს ძველი დროშა, რომელიც არც თუ ისე კარგ ემოციებთან, თავად ფერებიდან გამომდინარე, ზუსტად არც თუ კარგ ემოციებთან იყო დაკავშირებული. და რატომ? იქ შავი ფერი იყო ძირითადად, რომელიც შავი დრამატული ფერია და ჩვენც რაღაცა იყო მეწამული, მაგრამ მუქტონებში. რაც მკითხი იმაზე გიპასუხებ, ძირითადად ჰერალდიკურ ნიშნებზე პირველ რიგში მუშაობენ ჰერალდიკოსები. ისინი თავაზობენ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს თუ რა ნიშნები უნდა იყოს გამოყენებული და ძირითადად მათი კომპეტენცია არის ეს, რომ მიიღონ გადაწყვეტილებები ამაზე. ხომ არ არის რაიმე ისეთი, რაც ამ მიმართულებით უნდა ვთქვათ, მე არ შემიძლია შევეხო აქვე პიარ დღეები 2014-საც, რა იყო შენთვის, რა გამოცდილება მიიღე, რომელი გამოსვლა იყო ყველაზე შთამბეჭდავი და როგორ წარმოგიდგენია შემდგომში მისი გაგრძელება და განვითარება? წლევანდელი პიარის დღეები და 2 წლის იუბილე იყო ძალიან კარგი, ძალიან კარგად ორგანიზებული და ეს 3 დღე იყო ძალიან ბევრის მომცემი. ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩაერთო ბევრი
ადამიანი ამაში მონაწილეობა მიიღო ძალიან ბევრი კომპანიის თუ ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებმა. 3 დღიანი შეხვედრები იყო და 3-ვე დღე იყო სპეციფიურად დატვირთული გამოცდილების გაზიარება, ერთმანეთის გაცნობა, ბოლოს 2 წლის იუბილეის აღნიშვნა, რომელიც იყო ძალიან დასამახსოვრებელი და ძალიან კარგი საღამო მოეწყო. მოხარული ვარ, რომ ხალხი ღებულობს ამაში მონაწილეობას, გვერდში გვიდგანან და თვითონაც დაინახეს ამის მნიშვნელობა და აი ზუსტად მაინც ახალ სფეროდ ითვლება ეს საზოგადოებასთან ურთიერთობა ჩვენთვის და გამოცდილების გაზიარება არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენს კლუბში არის სხვადასხვა სფეროებში დასაქმებული ადამიანები და ზუსტად მათი გამოცდილების გაზიარება ერთმანეთისთვის ძალიან ბევრის მომცემია. ეს დღეებიც იყო ძალიან დასამახსოვრებელი და მოხარული ვარ, მხოლოდ შემიძლია ვთქვა, რომ კარგად ჩაიარა ამ დღეებმა. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გვისურვებ, უღრმესი მადლობა, რომ იყავე გაიცემის სტუმარი. ჩვენ ყველამ ვიცოდით, როგორია ჩვენი ჰერალდიკა, მაგრამ თუ არ გქონდათ ინფორმაცია, თქვენ უკვე მიიღეთ, რის გამო შეიქმნა, რატომ სწორედ ასეთი და არა სხვაგვარი. უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ იყავით ჩვენთან ეთერში, განმარტა ეს ყველაფერი, ისაუბრეთ ძალიან საინტერესო. წარმატებებს გისურვებ. თეა გოცაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ამჯერად სწორედ ამ რანგში, თუმცა თუ ადამიანებს ჩვენს გადაცემას თვალყურს გექნებათ ინფორმაცია, რომ ის სხვა დროსაც იყო ჩვენი სტუმარი და სხვადასხვა პოზიციაზე მომუშავეთ წარსდგა მაშინ სხვადასხვა კომპანიის PR დეპარტამენტში. პოზიცია ყოველთვის ერთი მქონდა, თუმცა სამსახურები გამოვიცვალა რაღაც ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში. თუმცა მთავარი არის გიყვარდეს შენი საქმიანობა და ერთი დღეც არ იქნება შენთვის სამუშაო. ჩემი თვის ეს დევიზია. ძალიან დიდი მადლობა ნინი პირველ რიგში შენ მოწვევისთვის. ვიმედოვნებ, რომ რამე საინტერესო იყო ამ გადაცემაში. ჩემთვის საინტერესო საკითხი არის ეს საზოგადოებასთან ურთიერთობა და კონკრეტულად სიმბოლოები, რადგან იმიტომ წამოვჭერი ამ თემაზე მე საუბარი და PR დღეებზეც იმიტომ წავსდექი, იქ გაყოფილი იყო ყველანი სხვადასხვა საკითხებზე საუბრობდით, რაც მნიშვნელოვანია ზოგადად ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებისათვის და ესეც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მოხარული ვარ თუ ვინმე გაითვალისწინებს ჩემს რჩევებს. მადლობა. უღრმესი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ და საღამოს ეს ამონოთ კატარებას ვათ, ვინც უსმენს რადიო იმედს. გახდეთ ნინი ხუგაშვილის საერთო სტუდიაში, ეს ხო გადაცემა PR ფორუმი. მადლობა, რომ გვისმენთ. შექმენი და მართე შენი პოზიტიური გზავნილები. PR ფორუმი ნინი ხუგაშვილთან ერთად.